ჩემ დაბადებას ხალხ თავი მესისხება იმენ. წნევა მიწევს რაღაც. ხო და მოკლედ გული მტკივა ყოველწელს. იმენა გადავხაზო ადამიანს, როცა აი მომსახურების სფეროში ადამიანს რას აკეთებდა საბჭოთა კავშირი? როცა მოგზაურობ, ფიქრობ იმ ვალუტით. მაგრამ მე მიწას ხოლმე გადმოყვანე რო ჩამო. რომ ბრუნდებით. მოგესალმებით მეგობრებო. დაგიბრუნდით. გიბრუნებით მეორე ეპიზოდით. იმედია ისი ამონეთ პირველი ეპიზოდით. თუ არა და you know what? That's what you get. ეგეც არის პრობლემა. უპრობლემა ხალხი, უპრობლემა ცხოვრება, რადგან შენ გაუჩარებლად მოგზაურობ და დავითი იყო ამსტერდამში, ვინც არიცით. რამდენიმე დღის წინ თუ კვირა გავიდა უკვე ხო? ცოტა დროში გაგვიწალა, მოკლედ მეორე ეპიზოდამდე ჩაწერა, იმიტომ რომ მუშაობდით production-ზე. კი. როგორი იყო ამსტერდამში მეორე წასვლა? Better than ever. ერთი კვირით ვიყავი წინაზე. წინაზე ვიყავით მხოლოდ 4 დღით. და უფრო კარგად შევიგრძენი რა არის ამსტერდამი და რა არის ჰოლანდი. რა არის ამსტერდამი რა გითხრა? თავისუფლება. შეიგრძნობდი განაცვალე მე დავითი რო წინაზე ვიყავი წასული მთელი ჩემი თვის ხელფასი დამახარჯინა სასტუმროში. იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ თურმე დავიწყოს მეგობრები და თურმე მე არ მეგონა რომ ზოგადად მეგობრები ყავდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ყავს და ძალიან ბევრი ამასთან ერთად და რო ჩავედით ამსტერდამში ჩვენ სასტუმროში -1 სართულზე, რადგან იყო ყველაზე იაფი, თან იმ ბიჭს ფოიეში ვეუბნები რომ მეთქი აი მე-4 სართული რომ მოგცეთ და არა თქვენ ამისი გაქვთ გადახდილია და ეგრევე თითით მიმითითა რომ ქვემოთ ჩავით. You're going down. You're going to the severed floor. ხარა მოკლედ გადავიხადე ყველაფერი რაც გამოჩნდა, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ქალაქი ამსტერდამი. What the fuck? ანუ ძვირი არის მხოლოდ რაც შეეხება სასტუმროებს, Airbnb-ს და ეგეთ რაღაც. თორე დანარჩენი რა დარჩა იცვეთში ჩემთვის გაფიცი. არა, მუზეუმები არც თუ ისე ძვირია. 23 евро ღირს მუზეუმის შესვლა, okay? It's expensive. ყველა მუზეუმში მოვიტყვე რომ სტუდენტი ვარ. გაუმარჯოს ქართულ სტუდენტურ ბარათს, რომელიც მაგრამ ჩემი სტუდენტური ბარათი არცად არ მუშაობს. ან ყოველთვის მთხოვენ ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებს. სპეციალურად ვეუბნები და არა, უბრალოდ მაინტერესებს სადმე თუ გაწერე სტუდენტია და აი ეგრე შევედი ერთი 4 მუზეუმში. 4 მუზეუმში. ხოდა თავი პოინტს რო დავუბრუნდეთ, ეხა მეორე დრო იყო დავითი წასული ჰოლანდიაში. აღმოჩნდა რომ მეგობრები ყავს, რომლებსაც ცარიელი სახლი აქვთ, უდიდესი ადგილი იმისთვის რომ მიიღონ სტუმრები და ჩავიდა დავითი იგულავა უფასოდ, როცა მე ყველაფერი გამაღებინა და რანაირი სამართლიანობა, ანუ ცუდად მომეკეცი ხვდები? მოდი let's not talk about it in a negative manner. ჩემი მეგობრის დაბადების დღე იყო და ძალიან კარგი დრო გავატარეთ. Good for you. წინაზე რაც ვერ მოვასწრეთ, რაც მინდა დავუეჭვალე მენახა იყო ისინი წისქვილები და წინაზე იცი რა ვერ მოვასწრეთ ყოველს მნიშვნელოვანი Real Housewives ფილმი თუ იყავი მაგ არა დახურეს. მოკლედ თუ იმეს გაქვთ ნანახი reality show არის Real Housewives of Beverly Hills და იქ არის ყველაზე აიკონიკ სერია, გიჟდებით ამაზე. სადაც ამსტერდამში ერთ-ერთ კაფეში ჩხუბობენ. ანუ იმენა წაწა გლეჯვა მიდის და წინაზე ვერ ვნახეთ და ანუ შენ ეხლა დახურული არის რესტორანი. Reddit-ზე მომიწია და Google ისა. მაგიტო ვაპირებდი მეორე ჰოლანდიისთვის შანსის მიცემას. ჩვენ ჩავიდეთ და დავიწყოთ. წისქვილები მოგეწანა? სხვადასხვა კი, ძალიან კარგი. ანუ რა პონტი არის რომ ბევრი წისქვილები არის ქუჩაზე თუ ერთი ცალია და ყველა მაგას დახულობ? არა, სპეციალურად წავედით პატარა სოფელში. ანუ მაგას აქ პრეისტორია ხალხო. ამსტერდამში ვიყავი და უმეტესწილად ყოველ დღეს 7 დღის განმავლობაში არც ერთი დღე არ ვიყავი საღამო მდგომარეობაში. არც დილით, არც საღამოს, მაგრამ sorry, not fucking sorry. და კაროჩე დამაგვიანდა მატარებელს, როცა ჩემი მეგობრები წესით აგვიანებდნენ და ანუ ჩემ თვალ წინ დაიხურა კარები ისე რომ ვერც გამიღეს და ვერაფერი. აღმოჩნდა რომ არასწორ იმაში ჩაჭდნენ და საბოლოოდ მოგვიწია 1 საათი მისულიყავთ პატარა სოფელში, სადაც ასე ჩამწკრივებული არის ეს ყველა წისქვილები. ანუ თან ყველა იყო ცალსაკე მაღაზიები და სუვენირის ისინი ერთი იყო ვაფშე მუზეუმებით მანდა ჩავედი და ყველაფერს ხედავ. შენაირებზე ფული იშოვან, ხა? Yes, და ანუ აი ჩანს როგორ მუშაობს ეს წისქვილი და რაღაც არ was really cute. ზოგადად ჰოლანდია არის ძალიან საღდგომარეობაზე გამახსენდა, რომ ვიყავ კანალზე რომ ვიჯექით ხოლმე და მე რომელიც ადამიანის სულ საღდგომარეობაში ვარ და დავითი სულ არა საღდგომარეობაში. ერთი წამეგრეთი დაბრენდო არ მინდა. ამსტერდამში თორე აქ არა. ანუ მე
ის ფაქტი, რომ მე ვერასდროს ვერ გავსინჯავ მარიხუანას, არის გადაწყვეტილი, იმიტომ რომ მე ზოგადად ობსესია მჭირს ყველაფერზე, რაც მიყვარს. შოკოლადი მიყვარს, ხალხო შემიძლია მოვკლა დავითი ამ წუთას თუ შოკოლადს არ მაქვს. აი უცებ რომ მომიტება ხდებით და ანუ მე რომ ვხედავ რომ ხალხი აი მარიხუანაზე ვაფშე როგორი დამოკიდებული ხდება, საშიშია ჩემი მიშვება მაგამდე ხდები, ამიტომ არასდროს მე თვითონ არ მივალ და არავინ არ მიმიყვანოთ, გაითვალისწინეთ ყველამ. ანუ არ ვარ სანდო ადამიანი, ჩემ თავს არ ვენდობი რა, ხდები? შენ სანდო ხარ უფრო მეტად. კონტროლი შეგიძლია. ოღონდ ანა როგორ არის ხალხო იცით? ანა არის არც სიგარეტს არ ეწევი და რაღაც რა, უბრალოდ აი თუ დავლებთ აი ერთ ჭიქა ღვინოს და რაღაც აი სიცილიაზე რო ვიყავით, უცებ მე სიგარეტს ვეწევი და ერთი მომენტი და აი მან უკვე უნდა იცოდე რომ გაიქცე, იმიტომ რომ she will embarrass the fuck out of you. სიგარეტზე რამე მართვა და წარმოგიდგენ. ოღონდ ნაპას არც არ ტყამს, მგონი არც იცის დღემდე როგორ. Shut up. მაგრამ ყველაზე დიდი embarrassing მომენტი არის ჩემი ცხოვრების, რომ ეხლა ვიცი ნაპასის დარტყმა, იმიტომ რომ ჩემი დაქალები არიან კიდე ვინც ეწევიან და იმენა მასწავლდნენ, დავითი ცალკე მასწავლის და პოლონეთში რო ვიყავი, ერასმუსზე იქ ბელა ეწევა რა, რაღაც ბარში რო ხარ და კლუბში და ანუ რაღაც მომენტში ხდები რომ მე მარტო მიწევს დარჩენ ახლები და მეთქი there is no fucking way. მეთქი fear of missing out. და FOMO მაგ ყველაზე დიდი ანუ ყველა ფერზე ვისტრესები. We bond over that. ანუ აი შენ კიდე ჩემთან ახლოს არ მოხდა. ვიღაც რენდომ ადამიანების რო გარეთ დავინახო ერთად. რატო არ დამპატიჟა ეს? მეთქი მე? What about me? ხოდა მეთქი პანტი არ არის ხა ეგენი რომ ყველა გავლენ რომ მიაქთავში. მეთქი girls I'm joining. ანუ მე მგონია რომ ეს სიტუაცია რო შევაფასოთ ძალიან responsibly ვიყურებ მარიხუანას არ მოწევას იმიტომ რომ ზუსტად მე რა სიგარეტზე მინდა გავედი და თან ბევრია მეთქი მეწლები ვეწა არ embarrassing და ანუ ნაპას არ ვერტყამდი იმიტომ რომ არ ვიცოდი ნაპასის დარტყმა როგორ ხდება რა და მე მივხვდი რომ ვისწავლე ნაპასის და იმენა გეტყობა იცი თუ არა სიგარეტის მოწევა რა და მაგრამ ვინც ეწევა დამეთანხმება რომ ანუ აი სიგარეტის ჭერაშიც გეტყობა ეწევი თუ არა shut up იმიტომ რომ ეგ ანუ ხალხო აი ესე პრესტა შავის უნქავდი პირში რაღაც 2 წამი ვაჩერებდი ვუშვებდი და მაგ დროს რო უშვებ ხო ესა ზოლად არ გამოდის რა ესე იშლება ანუ გამოშვებასაც ხდება ყველა ვერტა ანუ ძამწხონია ეგრე მახსენდება ხოლმე რომ ვიცოდა რომ ვიტყუებოდი აი 40 მაკაცმა იქ ვიცი okay whatever ჩემი ტრაუმები ნუ ამ მომიყარე ხოდა მარიხუანაზეც იკივე I will never do that shit თან ჩემი თავი შენც გიყვარს შენი თავი მაგრამ მე ჩემი დავიცით რა დონეზე მიყვარს რომ აი რაღაცა რომ მეტკინება ვკოცნი okay sorry უკომენტაროთ აი და შეხელი რომ მეტკინოს უნდა ვაკოცო yeah that's what I meant yeah ხოდა ანუ რო გამიგია ბავშვა შენ არ გაგიგია რომ აი მოწია და ჩარჩა თუ რაღაც გონი ეგ იყო აი რომ გაშინა biggest fear არის რომ ანუ თან მე იმენა მაგ მიდრეკილება რომ ჩავრჩას მე I'm on the borderline of being ჩარჩენილი ხოდა არ ვიცი მაგრამ good for you happy for you you know yeah ამიტომ 10 out of 10 10 out of 10 და ერთი მაიკა ვიყიდე რომელიც ხალხო ეგ იყო პოპულარული Tumblr-ზე აი წელების წინ აი Tumblr-ის ერა რო იყო და მეორეს რა ერქვა Tumblr I heart არა heart it თუ რაღაც I heart it yeah ხა და მაიკას ეწერია good girls go to heaven bad girls go to Amsterdam yeah სეთ ორგაცია it's okay next time დღეს ვარ Charlie XX XCX baby ჩვენ მაისურებზე მე მაწერია მეგობრებო certified yapper I think they know how to read yeah I don't know კომენტარებში დაგვიწერეთ რომლის მაიკა უფრო მოგწონთ იმის გათვალისწინებით რომ ჩემ ზურგზე მთლიანი სიმღერის ჩემი ზურგი არის ესეთი Tesla basic okay ანუ საბოლოო ჯამში ძალიან ისამონე ამწერდა კი საჭირო იყო ერთი კვირით მოშორება თბილისიდან ხა ნუ შენგან ანუ აი რაღაც 3 თვე რო გავა აი ხა დავაკვირდი აი მჭირდება რომ სადღაც წავიდე აი თუნდაც სოფელში ყოველ სამთვეში ერთხელ აი თუნდაც სოფელში ხდები აი რაღაცნაირად მამშვიდებს
მაგრამ თან ვერ ვიტან სრულ სიჩუმეს და ყოველდღე რო არაფერი არ ხდება, მაგრამ აი რამდენიმე დღე იმენა საჭიროა, რომ აივსო. კი, ემოციურად. აი vacationing-ზე რო საუბრობთ, ყველაზე ანუ მე at least ჩემ for you page-ზე ყველა საუბრობს თეთრ ლოტუსზე. ხალხო White Lotus has me on fucking cold. ისე მიყვარს სამივე სეზონი, მესამეც ძალიან მომწონს. შენი საყვარელი სეზონი რომელია so far? გონი მესამე. The fuck? Nobody said that. არა, იმ პონჩი რომ შეიძლება იმათ უკვე ძალიან შევაჩვია და მე ყოველთვის ახალი მიყვარს. Wow. და I'm proposing for us to go to Thailand. PV, yeah. და like this video. ჩვენ შევძლოთ Thailand-ში. ძალიან დიდი ბოდიში სხვა ინფლუენსერებს რო ბაზარი არა სხვებს რო ანუ ჩემი აზრით მე White Lotus-ის მესამე სეზონს შენ არ უყურებ, იმიტომ რომ კვირაში ერთი, ანუ Netflix-ი მარტო იმიტომ მიყვარს. არა, მე არ გეთახმები. რომ ეგრევე იდება ყველა სერია. არა, მე უნდა და მე ვარ ადამიანი, ვინც ერთ ღამეში უყურებს ყველაფერს. No. მე ანუ არ დაგავიწყე წინა კვირაში რა მოხდა, მე იმენა მოვიწყებ. არა, მეღადავები ყველაზე intriguing თემა არის, რომ აი ყოველ კვირა ელოდები თან მე ყველა რაღაც თეორიებს მოიფიქროს მაგ ეპიზოდზე, ყველას რაღაც opinion აქვს მაგ ეპიზოდზე. იგივე ზუსტად იგივეს ვიტყოდი Severance, აი Severance რო იყოს Netflix-ის გადაღებული, ჩათვალე გაბჭდა. Severance მეგობრებო, არის ყველაზე iconic. ანუ აი ძალიან გიჟდები ამ სერიალზე, არ ვიცი, თქვენ თუ ჩემი სიმპათიები იცით ზოგადად რას ვუყურებ ხოლმე წეს, არ უნდა მომწონდეს საერთოდ, იმიტომ რომ არის sci-fi. Вообще, ანუ აი რა ხდება დღემდე არ ვიცი რა. მეორე სეზონს ვამბობ, სადაც არის რა ხდება დღემდე არ ვიცი და აი მეგობრებს უთხარი რა არის შენთვის პრიორიტეტი მან? ჩემთვის პრიორიტეტი ახლა რა არის? Unpopular opinion. არა, popular. Popular, არის. ის ფაქტი რომ ეს Haley R, ანუ ეს გოგჩა ვინც არის და მარკი აქვთ ეს ბონდი და არიან ლავერები. Just like us. Colleagues to lovers. Love that for us. ანუ გიჟდები ხალხო რომანტიკას ხედავ, ანუ ედიტებს უყურებ TikTok-ზე გაუჩერებლად, რომ აი იმა რომ იმას გახედა და რაღაც რო არის დაჭ. გიჟდები. ანუ ამას წინათ სანამ დავიწყებდით ვიდეოს ჩაწერას TikTok-ს როლავდა ხალხო და 3 ედიტი ამოვიდა Severance-ის. და Severance მე აი ფანატურად უყურებ უკვე 2022 წლიდან და ანუ ეგეთი რაღაც ბეჭი რა შემხვედრია. მე არ ვიცოდი. ეხლა უფრო ჰაიპია რა? ანუ გორინ ძალიან კარგი მარკეტინგული კემპეინს ჰქონდათ, რაც დაიწყეს რა მესამე სეზონი. ეს ნახე რომელიღაც Central Station-ზე ნიუ-იორკში ჰქონდათ ის. მოკლედ ძალიან მომწონს Severance, ყველას გირჩა. ანუ მე მგონია რომ ყველა გემოვნების ადამიანი უყურებს. ანუ განსაკუთრებით თუ ისეთი შიზოიდები ხართ რა, აი რაღაც დეტალებს რო აკვირდება. I'm not that bitch. ამიტომ არა მე მიყვარს აი რომ გააჩერებ და დააკვირდე. ანუ ვიდეოებს უყურე რომ იქ რაღაც წერილი არის, რაღაც მომენტში დალანდავ რომ ვიღაცის დაწერილი წერილი, მაგრამ კადრი გადადის რა, დასტოპებული კონდენტ და კითხულობდნენ. Dedication. მე Not me, მაგრამ გიჟდები, გირჩათ ყველას უყურეთ, ასე White Lotus-ი. მეორე სეზონი არის ჩემი ფავორიტი, აი ძალიან თესლი რაღაცა არის. კი. Aubrey Plaza არის, ყველაფერი არის. Theo, რა ქვია იმ ბიჭს, სექსუალური ბიჭი რო არის, whatever. აი სახელებთან I'm really not that good. მოკლედ გირჩევთ ამ ორიდან ახლა მე რო ავარჩიო, White Lotus-ი არის უფრო, იცი, აი დრო გჭირდება რომ დაგევასოს ჩემი აზრით და Severance ეგრევე გევასება. მართლა? მე მგონია რომ აი White Lotus-ი უფრო მასაზე გათვლილი არის. არა, აი Severance არის რაღაც ძალიან კაი. მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ანა წიგნაძე არის პროფესიონალი რომკომებში, გოგომ Severance-შიც დაინახა, მაგრამ იცი რა არის კი ვღადაობთ ახლა რომ sci-fi არის და შენ რომკომი დაინახა, მაგრამ მე მგონია რომ ერთ-ერთი მთავარი პლოტი არის რომ კი, ჩემნაირებით ჩაეჭირათ იასნად. ანუ იმენა მსხვერპლი ვარ ყველაფრის, მაგრამ ალცეი. ანუ სპოილერები არ გვექნება, მაგრამ ანესაც არ დავმთავრებია ჯერ მესამე სეზონი და მე მგონია რომ ხობადიში მეორე და მგონია რომ მოგეწონება რა, ნუ კი მოგეწონება რა. ვიცი, იმიტომ რომ ყველა edit-ს უყურე როგორ მთავრდება და მაგრამ არ დაგესპოილეროთ. მე აი გიჟდები ჩემი თავის დასპოილერებაზე. ის ტიპი არ ვარ, რომ აი არ მითხრა რა ხდება. Tell me, I want to know. არა, მე არ ვარ ეგრე. კი, აი მე მინდა რომ ვიცოდე რას უყურებ. That's not true, იმიტომ რომ მე რომ გასპოილერებდი Severance-ზე გამაჩერე. ხო, იმიტომ რომ შენი დასპოილერები. შენშია პრობლემა, ან სპოილერში კი არა. Okay, whatever. სერიალები რო გავაგრძელოთ, მინდა რა ყველაზე iconic სერიალი მთელი სერიალების ისტორიაში, which is Sex and the City. Wow. გიჟდები მეგობრებო. ანუ, აი კულტურული ფენომენი არის Sex and the City, იმიტომ რომ აი უბრალოდ სერიალი არ არის. ეს იყო რაღაც რევოლუციური, ისე როგორც კარდაშიანები წინა ეპიზოდი და. კარდაშიანები რუსთავი არზე. Period. ანუ
ძალიან ბევრი რამე მასწავლა როგორც ადამიანს Sex and the City. ანუ აი დაქალობა აი დაქალობას ნაღლად ვერ ისწავლის ანუ აი როგორი ტიპის დაქალები არსებობენ და რა არის ოკეი და რა არ არის ოკეი. ანთროპოლოგიური კუთხით აი ხო ხვდებით საღრმად რა და მე ძალიან მიყვარს ჩემი საყვარელი არის სამანტა რა თქმა უნდა. ყველა საყვარელი არის სამანტა. Stop it. მაგრამ ბოლო პერიოდი 2 წუთია უკვე ლაპარაკობ. ბოლო პერიოდია მგონია რომ ხალხი უფრო მეტად აფასებს Charlotte. I don't care about her. მე იცი რა, აი ადამიანს გეოსება ის ტიპები, რომელთანაც რაღაცა მსგავსებას ხედავ და მე და Charlotte-ის not that I მე და Charlotte ვაფშე სხვა პლანეტა. ანუ აი ჩემში არ არის ეგ ნაზი გოგჩაობა, ხო ხვდები და ანუ აი მაგიტოს საერთოდ ვერანაირ გადაკვეთას ვერ ხედავ ჩემსა და არ მომწონს საერთოდ. სხვა აი ქერისთანაც ხედავ მირანდასთანაც და სამანტასთანაც. So I don't like her. You're a lawyer? So I am a lawyer. So მირანდა და მე ფაქტობრივად წყუბჩოები. კი, ბაზარი არა. ხო და რატო წამოვჭარი ეს და მეკრება? ერთი წამი სანამ გადახვალ მე მაინტერესებს და თქვენი პასუხიც მაინტერესებს. აი შენ საგრე გამართება რომ აი რაღაცა ცოტა რო ხვდები რომ ცუდ ხასიათზე ხარ, ან აი დეპრესიისკენ მიკაჩება შენი ორგანიზმი. Never happens to me. ეგრევე მემართება რომ აი თუ დაგვრცნობ თავს და აი რაღაც I'm just really not happy. ეგრევე ვთავ old and sitcoms and Sex and the City. I Friends are I am a biggest hater of Friends. I'm sorry. Stop it. მე ძალიან მიყვარს Friends-ი. მაგრამ Friends-ს სხვა დროს ვილაპარაკოთ, შეიძლება რომ დავამთავრო ეს პოინტი რაც მაქვს. ანუ Sex and the City-ს ვუყურებდი as one does all the time და Mr. Big-ის ფენომენზე ჩავფიქრდი. მეგობრებო, არ ვიცი თქვენ რა დამოკიდებლებით ხართ, მაგრამ მე ვგიჟდები Mr. Big-ზე. ის რო toxic არის და That says a lot. ის რო toxic არის გამპირობებულია იმით, რომ Carrie იყო ძალიან obsessed. დავუბრალდ გოგოს მიდი. დავუბრალდ გოგოს. და ფემინისტი ეს არის წინა ეპიზოდში ასამბობდი. არა, ანუ Mr. Big-ს ის ფაქტი რომ ყავს მძღოლი, მეგობრებო. ამან ჩემი ცხოვრების ტრაექტორია შეცვალა. ოღონდ მართლა ის რომ ყავს მძღოლი. ანუ მარტო მაგიტო მიყვარდა. Oh no, that's embarrassing. მაგრამ მე უამრავი კარგი თვისება დავინახე. We're being a little too honest right now. ანუ აი ძალიან ისეთი powerful figure იყო რა, მატერიალურ. We love that for him. მე ძალიან მომწონდა ეს Aiden-ი კაი ბიჭი არის, აი ესეთი საყვარელი ადამიანი რო უნდა ყავდეს გვერდში, მაგრამ ისე როგორც ჩამოყალიბებული, mature, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული. რა ვიმთხოვთ ეგეთი mature-იც არ ყოფილა ეხა როგორცაც, Big-ზე შეიძლება ცოტათი იყო, მაგრამ ანუ არა, შენ პროსტო ის მომენტი გავწყობ. რაღაც მამაკაცრობა აკლდა რა, აი გოგო რაღაც აი ეს აკლდა. ხვდები? ძალიან ქართული პრიზმიდან უყურებ ამ ყველაფერს. აი მე მგონია რომ ხო ამბობენ რომ აი ეს ადამიანი იყო გოგოს მიერ დაწერილი ეს character და აი this girl was written by a man. Big was written by a Georgian guy. იმიტომ რომ ქართველი კაცის არქეტიპი არის Biggie. იმენა ქართველი კაცია. Oh my god, საიდან მოგაქეს სიტყვები? არქეტიპი. Wow, მაგრამ გეთანხმები. აი იმენა ქართველი. ალბათ მეც მაგიტო მომწონს, რომ რაღაც ჩემ მენტალობაში ძალიან ზიზეგეთი კაცი არ ვიცი, მაგრამ ზის. ალბათ, იმიტომ რომ რაღაც მიმღებლობა მქონდა magis სიგიჟეები. თქვენ თუ ხართ Biggie with toxic-ორი, დავკავშირდით ანას. She's open. მოკლედ, ყოველთვის გიყურებიათ იმედია, მაგრამ გირჩევს რომ თავიდანაც უყუროთ. Wow. Because none of us have rewatched Sex and the City. It's just a new concept. Shut up. მოკლედ, ეს რაღაც pop კულტურა რო გადავდოთ გვერდით, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი რაც მაწუხებს მოლეკულურ დონეზე და მინდა რომ შენ შეწუხდა, იმიტომ რომ მე თუ მაწუხებ შენ შეწუხდები, უკვე შევწუხდი. Right? მოკლედ, სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფი არსებობს Facebook-ზე. და მე ვარ ძალიან proud member of that group. იმიტომ რომ შენ სასწარკვეთილი არ ხარ ხოლმე. არ ვარ სასწარკვეთილი. ძალიან მიყვარს ეგ ჯგუფი, იმიტომ რომ სულ რაღაც საოცრებები იწერება და ვიღაც გოგჩო გამოდის და წერს რომ ვოლტი თაგავს რაღაც გაბრაზებული ემოჯებით რა. ინდოელი კურიერები მოაშორეთ აქედან, რადგან მისამართებს ვერ აკნებენ და ვწვალობთ ყოველ დღე.
გესმის ხო რა პრობლემასთან გვაქვს საქმე მე ანუ ძალიან ხშირად მიწევს ვოლტის გამოძახება რა სამსახურშიც აი ძალიან ხშირად და ძალიან ხშირად ფლებიან იდეალი კურიერები განსაკუთრებით იმ არეაში სადაც ჩვენ ვართ ანუ ჩემთან სახლში რო ვიძახებ იმ დონეზე არ არიან გლდანში ხო და ანუ მართლა შემაწუხებელი არის რომ აი რო უნდა აუხსნა რომ როგორ უნდა მოაგნონ და რომ არ ესმით ქართული რა თქმა უნდა არ ესმით ხანდახან ინგლისურით არ ესმით ხოლმე მაგრამ ანუ არა უშავს ის ხო არ არის რომ ჯერეთი სამლარს ვიხდით იმაში რომ მოიტანონ 10 კილო რაღაც აი როცა მარკეტიდან იწახებ ხო აი მართლა ძალიან ცოტა არის და როცა Volt Plus-ი გაქვს რომელიც მე 15 ლარად შევიძინე ერთი წლის მანძილზე თუ 25-ად რამდენი 30 ანუ აი წარმოიდგინეთ არაფერს არ იხდი და ადამიანმა უნდა ათრიოს ძალიან ცუდად გწნობ ხოლმე თავს და მე ვიცი რომ აი უმრავლესობა ტიპებს არ ტოვებ შენ ტოვებ ხოლმე არა მე ვიცი რომ ყველა ჩემ გარშემო ყველა ტიპებს ტოვებს ავტომატურად 10% არა ანუ ჩემ გარშემო არ ტოვებენ ტიპებს ხო და ის ფაქტი რომ აი ესე მოაქვთ რა თქმა უნდა შეიძლება გაუჭირდეთ მოგნება მაგრამ გუშინ ქართველიც იმდენი ხანი აგნებდა ჩვენ მისამართს რომ არ არის ეს ეროვნებაზე დამოკიდებული რა ამიტომ მართლა ძალიან მაბრაზებს ეს ფაქტი ანუ გააჩინე იმიტომ რომ მე მყავს მეგობარი გონი ყოველ მეორე დღეს პოსტავს თუ როგორ მოსდის უცხოელი კურიერი შეიძლება ინდოელი შეიძლება ინდონეზიელი არ ვიცი და ანუ აი ნახევარი საათი მინდებაო რომ ჩემი საჭმელი ავიღო როცა ტიპი მასული არის იმ დონემდე ვერ ვაგებინებ ვერაფერს ანუ ალბათ თვითონ ცხოვრობს სულ ადგილას არა ეგ დისკომფორტიც მესმის რა ანუ ხალხის იმიტომ რომ ჩემი აზრით ანუ მე ვეთანხმები რომ ანუ არ შეიძლება ეგეთი პერსპექტივით ადამიანებს დაჯმა მაგრამ ისიც რომ მინიმალურად ინგლისური მაინც იცოდე ან მიმართულებები მაინც გასმოდეს ინგლისურად ხო ეგეც საჭირო არის ჩემი აზრით ჩემი აზრით ოდნავ გამოცდილება ჭირდებათ ჯერ ახალი დაწყებული აქვს მივლენ იქამდე შენ ადვოკატად დანიშნა ვინმე იმენ ადვოკატად იმიტომ რომ მე თვითონ რომ მოდივარ ღარიბი ქვეყნიდან ძალიან მიმღებლობა და გამგებლობა მაქვს აი იმ ხალხისა ვინც ასევე ღარიბი ქვეყნებიდან მოდის იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი მოსახლეობის ეგრე არის წასული და მუშაობს საზღვარგარეთ ზუსტად იგივე პოზიციაზე და დაერწმუნებული ვარ ზუსტადაც ვერ აგნებენ ისინი ვერაფერს რა ამიტომ მე ამ პერსპექტივიდან გამოდივარ და ძალიან გთხოვთ რომ ცუდი არაფერი ნაწეროთ მე უბრალოდ არ მსიამოვნებს ერთხელ მახსოვს რომ დაიდა კურიერზე მგონი ქართველი კურიერი იყო რაღაც აი ქალი რა უყირო და თუ რაღაც გახსოვს ხო ხურდა აკლდა იმისთვის რა ქვია ლიფტისთვის და ანუ მაგის გამო აი მე დააჯვა თუ რაღაც და ანუ აი ვაფშე ჩემთვის ყველაზე დიდი ეგ არის ადამიანში აი იმენა გადავხაზო ადამიანს როცა აი მომსახურების სფეროში ადამიანს ანუ აი მინდა რომ თავი მოვიკლა ისეთ embarrassing იმიტომ რომ საქართველოში მოდი ვაღიაროთ რომ ყველაზე კარგი სერვისი არ გვაქვს რა ანუ არც დიდად არავინ არ გაგიღიმებს და არც დიდად არავინ არ გადაგვყება თავზე რა ანუ ერთი რამოდენიმე ადგილების გამოკლებით რა მაგრამ ეგ არ გაძლევს უფლებას რომ ანუ შენს ეგ attitude დაუბრუნო ვაფშე ეგეთი attitude იმენა გოიმობარე ანუ აი ვის ეკამათები ან ვის ანუ მისმანდვარ ძალიან იშვიათად მყავს ეგეთი ხალხი გარშემო რომ ცუდად ეპყრობიან მაგრამ აი ვიღაცას რო ცუდად გავარდება მინდა რომ იქვე თავი მოვიკლა ანუ მე ძალიან მცხონია იმიტომ რომ ელემენტარულია რომ რაღაც რდილობიანი იყო თან ვაღიაროთ რომ ყველაზე რთული არის აი მომსახურების სფეროში მუშაობა აი ყოველდღე გიწევს ადამიანებთან კომუნიკაცია და ანუ აი მაგათ უნდა მოერგო აი თან რამდენ რამეს ისმენ განსაკუთრებით მე ჩემნაირი ადამიანი თუ შემოვიდა და რაღაც ლეობა დაგავალა რომ გააკეთო ანუ ერთხელ შევდივართ კაფეში და დავითი ეუბნება მიმდას რომ ბურგერს უკვეთავს მენიუდან და პურის ნაცვლად კომბოსტოს ფურცლებში რო ჩამიდოთო რა მეთქი ცალ-ცალკე ვართ ეხა გავიცაინდეთ მე მინდა არაერთი წამით this is ანუ არ არის ეგეთი განსაკუთრებული არაფერი. ანუ გამოშტერდა, მინდანი მართლა გამოშტერდა, რომ პირველად მესმისო ესეთი რაღაცა ეუბნება, მაგრამ ვიკითხავ თუ ხო ხო გაგიგიათ. არაფერს არ გავიგია. კომბოსტოს ფურცლებში ბურგერი და მოიტანეს და უგემრიელი. თან არ წყდებოდა, იასნად არ იყო გემრიელი. აი ეგეთი არის რაღაცნაირი რა. რომ აი ვითან ძალიან სიამოვნებით ახრაშუნებდა იმ კომბოსტოს ფურცლებს. ძალიან გემრიელი. No, it was not. Did you try it? No, I didn't have to. Okay. კიდე ერთი უცნაური რაღაცა, რასაც შენაკეთებ რესტორნებში არის, რომ უკვეთავს ტარხუნის ლიმონადს. Please sponsor me. ხალხო, ამაზე ვარ დამოკიდებული ჩვეულებრივად. ტარხუნა, აი მამა ჩემს სულ უყვარდა ტარხუნა და მეც ეგრე გავიზარდე და აი ოფსესია მაქვს ტარხუნაზე. მამა შენი შვილი ხარ? Yes. და მინდა რომ თქვენც დამიკომენტაროთ და მითხრათ რომ მარტო არ ვარ, იმიტომ რომ იმ ქართულ ბრენდს რა ერქვა ჩიფსების?
ფრიქსი. ხო, აი მაგათ კონდათ ტარხუნის გემოთი ჩიფსები. ხალხო არავის არ მოწონდა ჩემ გარდა. იმენ არ გამიგია. ისეთი გემრიელი იყო. მაგრამ ყოველ სასიცლოებს მახსენდება შენს და ტარხუნაზე ერთხელ ვართ ერევანში. რაღაც ვირიან fancy რესტორანში რა. და მე გიდავითი შევკვეთეთ რაღაცეები და მე რა თქმა უნდა არ ვსვამ ტარხუნის ლიმონადს because I'm better than that. ხოდა მე გიმდა დავითო ტარხუნის ლიმონადი გვინდა და მოდი შევკვეთეს ისა რომ არც ჩახედეს მენიუში ფას. მოდის ბოლოს 20 bill და წერია 85 ლარი ტარხუნის ლიმონადში. რომელიც არ მოეწონა და ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი. ხო არ იყო გემრიელი. და რა თქმა უნდა ესენი სპლიტავდნენ მაგის ფულს და მეთქი that is so sad. 40 ლარი დავდეთ ტარხუნის ლიმონადში. რომელიც არც დაულევიათ ეს უნდა ყოფილიყო გაკვეთილი რომ შეეშვა ტარხუნის ლიმონადი. არა. Never. თბილისში თუ გინდათ კარგი ტარხუნის ლიმონადი, homemade ტარხუნის ლიმონადი დალიოთ, წადით პური გულიანში. Nobody wants that, but thank you. Thank you for suggestion. მაგრამ იცი როგორ თემა არის? აი ერევანში რომ 80 ლარს გადაიხდი ტარხუნის ლიმონადში არ გაგაკვიროს, მე თბილისში დაბრუნდები და ისეთი ფასები ხდება რესტორნებში რომ ძალიან წვირია მართლა. მგონი ეს ყველას გვაწუხებს მეგობრებო, იმიტომ რომ ჩემი ბიუჯეტის 90%. შენი ბიუჯეტის იმენა 90% მიდის კაფეებში. აღონდ აი ის არის რა ხო შეიძლება კაფეში შეხვიდე და მე მაგალითად დასალევები ინდონეზია არ მიყვარს რა და ყოველთვის ვჭამ მაგაში ფულს ხარჯავ, მაგრამ აი ყავას რო არსო მაგაში ფული მეზოგება რა ზოგადად. გაგიმართლა ძალიან. ხო და დავითი ყავა, კოკა-კოლა, ან ორი დასალევი და პლუს საჭმელი, ხო და წყალი. bitch ანუ ეგ ბიუჯეტურობას არანაირად არ ქადაგებს ხდები? შენშია პრობლემა. მაგრამ ის რომ კაპუჩინოში 15 ლარს ვიხდით, ეგ არის პრობლემა. როცა ძალიან წვირი. ანუ პარიში არის ერთი ძალიან კარგი კაფე, სადაც არაბიკა თუ რაღაც რა ერქვა შენ რომ მოგწონდა. Yes. ანუ დავდიოდი რაღაც შიქარი და ძალიან ლამაზი. აი გასხოვებულია. იაპონურია. იაპონურია. რა ღირდა, რამდენი სიხდიდე? 6 ევრო ღირდა. აღონდ ეგ არის აი 6 ევრო ჩემთვის არის 6 ლარი, ოკეი? ხო, ზოგადად მოდი ვაღიაროთ. რასაც ვიხდი, არ მოლდება 3-ზე, ანუ 3 ევრო ღირს, значит 3 ლარი. ზუსტად. ხო ეგრეა? ხო, იმიტომ რომ როცა მიდიხარ, აი ჩემ მეგობრებს ყველა კიდევ კარგი რომ მოგესწრებთ თანხმდებით, ევროებში ვფიქრობთ. როცა მოგზაურობ, ფიქრობ იმ ვალუტით, ანუ ქართულ ლარში არ უნდა გადმოიყვანო. ხო, მაგრამ მე რა მიწას ხოლმე გადმოყვანე რო ჩემო. რომ ბრუნდებით. არა, არაბიკა თუ პარიში მოხვდებით, აუცილებლად წადით, საოცრება არის. მაგათი ესპანური ლატე, ეგ даже ეგ ცოტა ძვირიანი, ანუ ყველაზე ძვირიანი სასმელი არის, მგონი 6 ევრო ღირს. და აქ რა ღირს? და აქ აი ეგეთი ცოტა აი ესეთი ნიშ ყავა, ერთი ის მახსენდება კაფე რომელიც და არც მევასება, მაგრამ ხალხო მენიუ რო გადახედოთ, ანუ აქ ყავა 25 ლარად, 30 ლარად და იყიდულობს, ანუ მართლა აი რა კონტინგენტია გათვლილი. არ ვიცი, მაგრამ მე პროსტა მგონია რომ at some point I copy looks at what I saw, but which is also like ძალიან ნიშ. ანუ არ უნდა გადაიხადო 10 ლარზე მეტი ყავაში. Period. ანუ ჩემი აზრით ყავა უნდა ღირდა 7 ლარი. ანუ აი გარის ოღონდ ის დატესტე მაიზენის ის რო არის, რა ქვია, ახალი მაღაზია არა მაიზენი რა არის იმენ არ ვიცი. კარჩ მაღაზია არის და ის აქვს ძალიან თესლი მაჩა, მაგრამ მაჩა დიდახა არ მოვატყუებ, არავის არ მევასება. არც მე არ მევასება. ვაფშე ვის გევასებათ მაჩა? მე იტყუებიან. აი შენ თუ მაჩა გევასება, იმენა იტყუები, იმიტომ რომ პონტი არ არის. No, ერთადერთი რაც მიყვარს არის მაჩა ლატე, ცივი, როცა აქვს მარწყვის ჯემი. აი ეგ მართლა ძალიან. შენ იმიტომ რომ მარწყვის ჯემი მოგწონს. ხო, მარწყვის ჯემის გამო. ანუ ეგ წყალში რო გაურიო მაგასაც დალევ. ანუ მაჩა თუ მოგწონს, ესე იგი იტყუები და საბერ. Stop lying to yourself. Eat. მაგრამ ეგეც საკმაოდ ძვირი ღირს. ძალიან ძვირი ღირს და another reason რო არ იყიდა. ახლა გამახსენდა Snow White უყურე. ახლა ხანს არ მიყურებია და and I'm not going to. მგონი არა, ანუ ხალხო პირველად არის რომ IMDb-ზე შევიდე, მგონი 1 და 2 აქვს. იმენა 1 ვარსკვლავი აქვს. Rachel Zegler როგორ უნდა იცოდა იმენა არ ვიცი ვინა. ბოლო იმაში მღებულობდა მონაწილეობას შიმშილის თამაშებში. თუ გაქვს ნახე? No, thank. ალბათ მაქვს, მაგრამ არ მახსოვს Jennifer Lawrence მახსოვს ხოლმე. It's okay. Rachel Zegler-ზე ერთ-ერთი იმას ვიტყვა ძალიან ჭერი მსახიობი არის ჩემი აზრით. აბა რა არის პრობლემა შენი ძალიან აზრით? ჭერი, ანუ მღერის, ანუ Broadway-ის actress არის, I guess.
პროსე პრობლემა იყო რომ მე შეიძლება იგონებდა ძალიან ჩაოლებრად ნარატივი არ მოეწონათ თვითონ კინოსი რომ აი ეს Snow White ეს პიპკი არის ვინც არ ელოდება პრინცს არ სჭირდება პრინცი და რაღაცა და ანუ ბევრი ამბობს რომ ძალიან შეიცვალაო რა ანუ რატომ უნდა გადავაკეთოს ყველაფერი ეს woke კულტურაზე გადადის მე საუბარი რაღაც მომენტში ხვდები რა ანუ რაზე არის საუბარი და რომ პროსტა გინდა რომ უყურო თუ აკეთებ ანუ რა ხდებოდა რომ ბიჩს არ ველოდებიო პიპკი ეძახის რომ არ მაგოცას ხო ანუ აი და ანუ თელი პოინტი რაც არის მაგ იცი როგორ თან ანუ ძალიან დიდი სკანდალი იყო რომ ანუ მთელი პრესტური დადის და ანუ საუბრობს რომ ანუ she doesn't want to be helped by a prince და ანუ დამოუკიდებელია და ყველაფერი და ანუ ხალხს ანუ გადაეკეტა ამ ყველაფერზე გალგადოტიც თამაშობს გალგადოტს მართლა ვაღიაროთ რომ იმენა არის ის თამაში არ დაიჯოს გალგადოტს იმიტომ რომ 30 აპრილსაა დაბადებული ისევე როგორც მე არა მე ვარ ჯომ sorry გალგადოტ she does not know how to fucking act და ანუ ეგ მართლა იქ არის ანუ Rachel Zegler's მაგას ვერ ვიტყვი რომ she doesn't know how to act უბრალოდ ანუ ეს თემა იყო რომ ეს ნარატივი არ მოეწონათ მაგრამ ნახე რა მეკრენჯება მე მგონია რომ აი ეგ ტერმინი გაგიგია Disney millennial No. Короче, millennial ხო იცი ვინ არის? I'm sorry. ეს მე მგონია რომ ანუ ჩვენ ზედმეტად ვაჭამთ millennials, იმიტომ რომ 90% ჩემი პერსონალიტის არის მოდის millennial YouTuber-ებისგან. ანუ they are fucking iconic და ვაღიარა. They created us. They really created us. მაგრამ არის რაღაც ერთი ნიშ კატეგორია millennial-ების, რომელსაც ქვია Disney millennials, რომლებიც დღემდე, აი რამდენის არიან ახლა millennial-ები? 35-ის ხო ვთქვათ, არიან obsessed with Disney. ანუ აი დაბადების დღეს რო ეხლიან Disneyland-ში და რაღაცა. Oh, that is so cute. That is cute to a point. მაგრამ აი გახსოვს ის რა იყო თუმცა შენ არ უყურებ Harry Potter-ს. რო ანუ period ხალხო. კაი, არ გვინდა. ხარებაში არ მეყურებია Harry Potter. Biggest flags. It's not a flags. და ანუ ერთი ხალი ამბობდა რომ ანუ ბავშვებისთვის არის ეს კინო და ანუ იმედიაო რომ ანუ ეს ობსესია არ გადმოდის ცხოვრებაში რა ანუ ვიღაცაც რო აქ Harry Potter themed wedding that's kind of weird. Okay. მიხდე და ანუ იგივე თემა მგონია რომ ეს გაბრაზებული Disney millennial-ები დაესხნენ თავს ამ კინოს. მაგრამ at the end of the day რაც მინდა იმას არ უნდა შეეხო Disney იქნები თუ ვინც იქნები. თუნდაც Gossip fucking girl. What was that? მოგეწონათ ახალი Gossip Girl? Because I didn't. მე არ მიყურებია. მე არ მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ დამწყებული რომ reboot არ გააგრძელეს, მაგრამ reboot-ის გაკეთება არის ძალიან რთული, ვაღიაროთ. კი, მართლა რთულია. ჩვენ კინოლოგები, კინოლოგი სხვა არის, I swear to God. I'll take my words back. მოკლედ შეგვიძლია რაღაც კინო მოყვარულთა პოდკასტი დავიწყოთ ცალკე, იმიტომ რომ რაღაც we're obsessed. I know girl. ერთი თემა მინდა წამოვჭრა, რაც მეწუხებს, ის რომ ჩვენ დავიწყეთ პოდკასტი. რა რეაგირება მოყვა ამას შენ მეგობრებში? ძალიან პოზიტიური. აი, ყველასგან წამოვიდა, აი, ყველა მოგწერა, რომ აი რა მაგარია და რაღაც. ან მე ვარ ადამიანი, ძალიან დიდი hype girl. ან თლად რომ სისულელეს აკეთებ და მეთქი დავით მიდი, ანუ ძალიან კაი აბა შენ იცი, თუ გამოვა, იასნად უნდა ცადო. ანუ ჩემი მეგობრები რა თქმა უნდა ძალიან ახლო ვინც არიან იცოდნენ და დამასაპორტეს, მაგრამ ისე რა ახლოც ვინც არიან, ანუ აი ის რა საერთოდ არ მომწერ რომ რაღაცას ვიწყებ რა, აი პოდკასტის საწყებაზე მარტო არ არის რა, ან თუნდაც ახალი რამე პროექტი რა დავიწყო. ანუ აი საპორტი არის და დაგაკლდა. ხო, აი მართლა დამაკლდა, გული მტკივა ყოველწელს. არა ვიცი, მე ისეთი ანუ საპორტი მივიღე ისეთი ადამიანებისგან, ვისთანაც არ ვიცი 5 წელი არ მისაუბრია და ეგეც სასიამოვნო იყო. საპერ. ანუ არ გავჩა. არ უნდა ელოდებოდი, მე ანუ არავისგან არ ველოდებოდი საპორტს, ანუ if you like it, you like it, if you don't, then don't. Period. ვაი მე ამას წინათ ხვდება ჩემ მეგობარსა და stories-ზე. ხალხი სერიოზულად დებს ფსონებს ხალხო რო აარჩიონ ვინ იქნება შემდეგი პაპი. და ანუ წინა კვდება თუ რა ხდება? ვადა ხო აქვთ მაგათ როგორც პრეზიდენტებს. Are we sure about that? He has no idea. ანუ არ მგონია რომ პაპებს ვადით ირჩევდნენ, ანუ გამორიცხულია და არჩევნები არის ხოლმე ჩანიშნული? მგონი. იმენა. ანუ ერთადერთი fact check გავუკეთეთ ყველაფერს ასეც იწახის ადამიანი. ერთადერთი ვიცი რომ იტალიაში ახლა რომში იქნება იუბილე ვატიკანში და ანუ ეგ პაპებთან კავშირი არ არის, you know that. არა? ყოველ 25 წელშია ხოლმე. არა, 25 წელში არა, უფრო დიდი თემა არის. 2025 წელია და 25 წელში არის ხოლმე. ყოველ 100 წელიწადში ერთხელ არის მგონი. Really? I really might be lying.
მაგრამ about everything. მაგრამ კაი, პაპებს დაუშვათ ირჩევენ ახლა ახალს და ანუ ფსონსდებ როგორც ტოტალიზატორში. ხო, როგორც აი ფეხბურთზე დადებდი, აი შენ ხარ მიდიხარ იტალიაში ჩავალ და გავარკო იქაც რა სიტუაცია ხალხი ვისუჭერს ხარს იტალიელებში რა ხდება ჩამოვიტან ამბებს და თან რომში მიდიხარ ხო? ვატიკანში გადახვალ? ვატიკანში შევალ. ანუ ხო, ეგრევე ანუ განსხვავება არ არის, იმენა ვატიკანი არის რომში რა. რამდენი ხანით მიდიხარ? 5 დღით და რომი არის ჩემი საყვარელი ქალაქი მეგობრებო, ვინც არიცით. ანუ ალბათ მეოთხე ქვეყანა იყო სადაც წავედი. ხსები, ანუ ძალიან ადრეულ ეტაპზე წავედი რომში და იქ იყო შეცდომა. ქვეყანა ძალიან მოგეწონა რომი როგორც ქვეყანა? იტალია როგორც ქვეყანა და პირველი რომში წავედი და ანუ შეცდომა არის, იმიტომ რომ აი რომი ისეთი მაგარი არის რა. რომ აი სადღაც ბოლოსკენ უნდა წახვიდე, თორე აი თამასა რო აქ ავარდება. მე ანუ უცებ რო აღმოსავლეთ ევროპაში წახვალ სადმე თანერცხება არის მიწაზე. Which is so sad you guys. შენ რომში ხო არ ხარ ნამ? არ ვარ ნამყოფი რომში, მაგრამ მე არც მქონდა როზოსრული რომში რომ წასულიყავი, იმიტომ რომ ჩემი You're აზრით uncultured. ეგეც შეიძლება იყოს, მაგრამ ანუ მე მგონია რომ რომი უბრალოდ არის ქალაქი როგორც მუზეუმი რა, ანუ ჩათვალე ყველა კუთხე არის იმენა ეგ არის. აი რაღაცაში ხომ მიზურები პატარა ქუჩაში და უცებ გადიხარ რაღაც იშლება მოედანივით, არის ულამაზესი კათედრალი. ანუ აი მართლაც არ დავიდა ძალიან გული მწყდება, ანუ რას აკეთებდა საბჭოთა კავშირი, რას აკეთებდა ყველა ის თანამდებობის პერიოდით მაშინ ყავდა აეშენებინათ რამე რა ამ ქალაქში. მართლა გული მწყდება. პირიქით რაც იყო იმეებსაც ანგრევდნენ guys. მაგიტო იყო საბჭოთა კავშირის ცუდი. Period. That was the only reason. ხო შენობების გამო. ანუ აი სადაც მართლა აი პარიზში რა არქიტექტურა არის და რომში და სადაც ეგენი შენდებოდა და მე პარიზზე ძალიან მაგონებს თბილისს. ხო, ანუ it's embarrassing. ხო გთხოვე რომ ეგ არ თქვა. ანუ პარიზში ვიყავით და მე კიდე დავით ამბობენ რომ ძალიან გავსო სანაპიროსო რა, იქ სენა რო ჩამოდის მდინარე. ძალიან გავს მყავს. შენებული რო არის მთელი პარიზი და ყავის, ძალიან გავსო მტკვრის სანაპიროსო და იმიტომ რომ ზუსტად ერთი წამი დაწყნარდი რა. მე ვილავ. არა, ნუ ღიზიანდები, it's okay. იმიტომ რომ მტკვართან ჩადიხარ ხეები ხო არის დარგული მანდ აი ზუსტად იგივე ჯიშის ხეები არის მანდ ანუ ჯიში არ მახსოვს და იმენა bullshit-ი მე მგონია რომ ძალიან გავს თბილისი პარიზი არ თბილისი უფრო მოხდილი მგონია ვიდრე პარიზი მაგრამ ანუ ის კი არა რომ არა ძალიან მინდა რომ თბილისი უფრო მოხდილი იყოს ვიდრე პარიზი უბრალოდ you know მაგრამ მე მინდა რომ პარიზზე თუ საუბრობთ ერთი სიტყვით ვთქვათ რომ პარიზში ხალხო თუ მოხვდებით გარდა იმისა რომ არაბიკას დალებთ გთხოვთ იქირავეთ ველოსიპედები. ეგ იყო ჩვენი ტრიფის ჰაილაითი, ანუ მით უმეტეს ჩვენ ვიყავით იმ პერიოდში, როცა ოლიმპიური თამაშები დამთავრდა და ქალაქმა სპეციალურად გადააშენა ეს გზები და დაამატა ველობილიკები, okay, sorry. და ანუ ყველგან არც ტაქსი არ იყო ეგეთი სწრაფი, არც ავტობუსი არ იყო ეგეთი სწრაფი, მეტროში ვაფშე ჩასვლა არ მინდა და ისეთი ისტორიები მქონდა განაგონი პარიზის მეტროზე და აი რაღაც საოცრება იყო. აი ჩათვალე უფასო ტური არის მთლიანი ქალაქის. ძალიან კაი. თან ელექტრობილიკები არის. თან იაფია. 5 евро ულიმიტად. ძალიან მისლოვანია. ყველს გირჩევთ მეგობრებო. .t. ამეყენეთ პრომოკოდი. ისე ხო და ჩვენ ჩაგვერიცხება მე. წავშალე ეგ აპლიკაცია sadly. თავი თემა ის არის რომ გაზაფხული მოდის და აი და შენ დაბადების დღე? აი მე ნუ მახსენებ. ჩემი დაბადების დღე რომ სტრესავს. ეხა ამ კვირაში იყო ჩემი ორი დაქალის დაბადების დღე და სხვის დაბადების დღეებზე იმ დონეზე ვერთობი, ძალიან მიყვარს. აი pressure არ მაქვს არანაირი. ჩემი დაბადების დღე რომ მოდის ხალხო წნევა მიწევს, რაღაც ხელები მიკანკალებს, რომ აი არ ვიცი საიდან მოდის ეს. ვაფშე მე მაგიც როგორ თემა დაბადების დღეს, რომ ჩემ დაბადების დღეს თავი მეზისხება, იმენა დანახვა მინდა. აი არც ყურადღება არ მსიამოვნებს ზედმეტი, არაფერი არ მინდა. Don't talk to me. ეგეთი დამოკიდებულება მაქვს ჩემ დაბადების. მართლა, ანუ მე ეგრე არა, მე იმ ხრივ რომ ოქროს დაბადების დღე რომ მქონდა 16-ის რა გავხდი, 16 ოქტომბერს მაქვს დაბადების დღე. თუ რამე საჩუქრები შეგიძლიათ გამოგზავნოთ. 16-ის რო გავხდი, სახში ოთახში ვიყავი გამოკეტილი სიბნელეში და პროსტა მეძინა out of depression და მე პედაგოგთან წავედი მათემატიკაზე. ანუ აი ეგ მჭირდა, იმიტომ რომ როგორი საწყალი ბავშვობა მქონდა, ბოიც. იმიტომ რომ პროსტა მე I feel like birthdays are overhyped. იმენა არა, ანუ მე პროსტა იცი რა მაწუხებს. ჩემი ბაჯეტი ხო არ არის ახლა განუსაზღვრელი დაბადების დღისთვის რა და
ანუ განუსაზღვრელი ბაჯეტი რომ მქონდეს, ვისიამოვნებდი, იმიტომ რომ ავიყვანდი ვინმე event manager-ს და ეგ გამიკეთებდა დაბადების. მე გირჩევ. მაგრამ ანუ მე თვითონ რომ ვიხდი და მე თვითონ რომ ვარჩევ ადგილს და ყველაფერს ძალიან ნერვიულობ, რომ ყველას მინდა რომ მოეწონოს რა. და ეს იმდენად მაწუხებს, რომ ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვიღებ. ამიტომ რაღაც insecurities-ზე გვაქვს. ალბათ გავგიჟდები შიშისგან. მაგრამ that's why I should marry a rich guy. Like Sophia Richie. ხოდა. No anyways, ხოდა. ეხა გაზაფხული რომ მოდის. რაღაცა ის გაზაფხულის სტილი მე ყველაზე მეტად მომწონს. აი ზამთარში ძალიან ბევრი გვაცვია. So I'm not enjoying that. საფხულში არაფერი გვაცვია. საფხულში ანუ ერთი ფენატანსაც მელი გაცვია და თან მე რომელიც რაღაც შორტებს არ ვიცვამ ხოლმე, ანუ მთლად დიდი ის არ მაქვს გასაქანი რომ რა ჩავიცვა. ხო და ამიტომ გაზაფხული არის იმენად ჩემი პერიოდი და შემოდგომა. რაღაც აი ერთი მაიკა და გარედან შემოსაცმელი, ანუ მოდის მოყავთ. Layering-ი რო შეგიძლია ლამაზად. აი ძალიან ლამაზად და თან შიგნითაც რო ჩანს რა გაცვია, რაღაც წონად. I love that for me. ხო და ძალიან მიხარია გაზაფხული და ჩემი დაბადების დღეც რო გაზაფხულზე ეს არის ნიშანი. Taurus team. მე მიხარია რომ ორივე ვენერას ნიშნები ვართ. ანუ რაღაცა რომ ერთნაირი მოგწონს ან გვინდა დავითის კომენტარი რომ აი ვენერა გვმართავს. მეთქი? Yes. For sure. მე ყველაფერი ჩემი მეგობარი ასტროლოგისგან მაქვს ნასწავლი, იმიტომ რომ მეც clueless. მაგრამ უკვე ბევრიც. მე ძალიან მიხარია რომ მოდის გაზაფხული იმის გამო რომ პიკნიკებზე შემიძლია გავიდე პიკნიკებზე ვგიჟდები მზიურში. აუ ბაზარი არ არის. Such a vibe. იმენა. მაგრამ აი მზიურში იმ დონეზე არ მისწორდება. აი გარშემო რო კორპუსები მაგრამ ეგ ბაზარი არა ხო? აი სტრესავს ხდები რაღაც free. Concrete jungle. ხო, აი თან პირდაპირ აი საბურთალოს მხარეს რაღაც ძალიან უშნო კორპუსი რო არის. შეიძლება ცხოვრობს ვიღაც მან და Sorry, მე ეგეთ კორპუსში ცხოვრობ. It's not a big deal. ანუ აი რაღაცნაირად არ არის რა ესთეტიკურად pleasing. მე ლისე მეზარება. არა, მე მეზარება ლისე და ვიღაცისგან გავიგე რომ ტიპები იყო თუ რაღაც და მაგის მერე ფეხი არ ამიდგამს ლისე. No. მე გლანის ტბა მეგობრებო, ყველაფერს ჩობია. გლანის ტბა? Yeah, we have a lake there. Period. მაგრამ არა გასაკეთებელია, მაგრამ პოტენციალია ძალიან დიდი. შეგვიძლია ამ პლატფორმით კახი კალათს მიმართავ. No, thank you. Please don't. მოკლედ, მე მგონი დღეისათვის სულ ეს იყო. კი, მოვრჩით, ამოვწურეთ, რაც გქონდა სალაპარაკო. იმედია ისიამოვნეთ, ჩვენ თავი მიზანია რომ თქვენ გაერთოთ რაღაც მომენტში. ან პროსტა გედოთ ლეპტოპი გვერდზე, ან საჭმელს ჭამდეთ, ან ამის აკეთებდეთ, ან მუშაობდეთ. ისე აი, ჩემი ყოველ დიდი მიღწევა იქნება რომ ხალხი გუყურებდეს როცა ჭამენ, იმიტომ რომ მაგ დროს უყურებ იმას რაც ყველაზე მეტად. ბაზარია. You guys, თუ ჭამთ ახლა გითხარით და მოგწერთ გაგვიხარდება ძალიან. Okay, thank you guys. See you next week. დროებით.